წერალთა სახლში კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული პრემია ანას დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებულები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. წელს ლიტერატურული პრემია გადაეცათ მანონ ბულისკერიას, ნინო გუგეშაშვილს, თეონა ჯიქიას, ნათია დათუაშვილს და ნატალია ჩიქოვანს. დაჯილდოების ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, წერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, წერლები, პოეტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკმაოდ წარმატებით ჩაიარა ლიტერატურული პრემია ანას დაჯილდოების ცერემონიამ. მით უმეტეს გუშინ წინ ქალბატონი ანა 101 წლის გახდებოდა. მე მგონი ძალიან სასიამოვნო საღამო გამოვიდა. მით უმეტეს ისეთი არტისტები მონაწილეობდნენ, როგორიც არის კახა მიქიაშვილი, ნანა შონია, არაჩვეულებრივი ტრიო ბალადა. და ძალიან მიხარია, რომ ჩემი მოგზაურებული წვლილით შევიტანე ამ საღამოში. წერალთა სახლში გაიმართა დაჯილდოება პრემია ანა, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. გადმომეცა პრიზი ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოები, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი კულტურის სამინისტროს ჟიურის წევრებს. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ამახელვებელი იყო. დიდი მადლობა მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს, უდიდესი მადლობა ჟიურის თითოეულ წევრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გაიზიარეს ამ ჩემს სიხარულს.